მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა ეძღვნება მომავალი კვირის ტაროლოგიურ პროგნოზს. შესაბამისად 13-19 იანვარი იქნება ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი. ეხლა მინდა რომ დახუჭოთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ და კონცენტრაცია მოახდინოთ ზუსტად აი ამ მომდევნო კვირის ენერგიებზე, იმისათვის რომ ვნახოთ ზოგადი ტენდენციები, რაც დაახასიათებს ამ კვირას. დღეს არ გვექნება ვარიანტების განხილვა. საწყის ეტაპზე შევეხებით მომდევნო კვირის ზოგად ტენდენციებს, შემდეგ უკვე გავშლით ამ ტენდენციებს პირადი ურთიერთობების კონტექსტში, ფინანსების ჭრილში და რა თქმა უნდა ასევე ამოვიღებთ თქვენთვის რჩევას. ეს გაშლა, ეს კონკრეტული საჯარო გაშლა კვირის ტენდენციებთან დაკავშირებით ეხება ჩემს ყველა მსმენელს, შესაბამისად ვისაც რა ინფორმაციის წაღება და აღება გინდათ ამ გაშლიდან, აუცილებლად თქვენი სიტუაციის კონტექსტში განიხილეთ, შეაჯერეთ და ის დასკვნები გამოიტანეთ. ახლა კი ნახოთ, როგორი იქნება მომდევნო კვირის 13-19 იანვარი 2025 წელი ზოგადი ტენდენციები. ხმლების ტუზი, კვერთხების დედოფალი, ორიანი თასები და 10-იანი ხმლები დასტის ბოლოს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ აქ ამ კვირაში უკვე წარსულში შეიძლება იყო აქ რაღაცა ისეთი ცოტა ორჭოფობა, ცოტა გაურკვევლობა რაღაც საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება იყო რაღაც გარკვეული ტიპის ემოციური ღელვა, ცოტა დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციებიც, მსუბუქად, მაგრამ შეიძლება ეს ტენდენციები და ეს ენერგიები ყოფილიყო თქვენს სივრცეში, მაგრამ აი მომდევნო კვირიდან თქვენ თითქოს იღებთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, თითქოს იღებთ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ძალიან დიდი სანაცრობო წრისა, მიუხედავად ძალიან დიდი რაოდენობა მეგობრებისა, ახლობლებისა, ნათესავებისა თუ ასე შემდეგ, თქვენ მაინც ხართ თქვენ თავთან ინდივიდუალურად მარტო და ასევე პასუხისმგებელი ინდივიდუალურად ყველაფერზე. და როდესაც აი ნახეთ ამას ვყვები და ამოდის ფორტუნას ბორბალი, ანუ მიდასტურებენ რომ კი ბატონო ესეა, ანუ როდესაც თქვენ ეს მდგომარეობა მიიღეთ ისე როგორც თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონი და პატრონი, ხო? სამყარო უკვე ამ შემთხვევაში გაძლევთ შესაბამის წყალობას, ძალიან დიდ შესაძლებლობას იმისათვის, რომ აი ამ კვირაში ჩაიფიქროთ და განახორციელოთ რაღაცა გრძელვადიანი მიზნები. ეს არ არის რაღაცა მოკლევადიანი სურვილები, რომ მაგალითად ახლა რა ვიცი, აი პირობითად რაღაცის შეძენა მინდა, ან საყოფად ცხოვრებო საკითხების გადაჭრა მინდა, ხო? ეს უფრო არის ტენდენცია ამ კვირაში იქნება გრძელვადიან გათვლებზე აღებული, რაღაც დიდი მიზნები, გრანდიოზული მიზნები შეიძლება მოხაზოთ, ჩაიფიქროთ, ან სურვილების სახით, ან გაწეროთ და უშვათ თქვენს გლობალურ წლიურ მიზნებში, რომ აი ეს მინდა, რომ აი ამ წლის განმავლობაში შევისრულო, ავისრულო, ან მივიღო და აი ესეთი ენერგეტიკა იქნება ზოგადად 13-დან 19 იანვრის პერიოდში თქვენს კი ბატონო. აი მე გითხარით რომ თქვენ წინა პერიოდში გქონდათ რაღაცა გარკვეული ტიპის ემოციური არასტაბილურობა. აქ აჩვენა პენტაკლების რაინდი და აჩვენა კვერთხების რაინდი. ნახეთ, აი აქ არის კურდღელი და აქ არის მგელი, ორივე შემთხვევაში ამ არკანებზე გამოსახული და ეს რას ნიშნავს, იცით? თუ თქვენი ერთი ნაწილი ფიქრობდა იმას, რომ აი დავისახავ მიზანს და კი მზათავარ რომ ავიღო პასუხისმგებლობა, კი მაქვს შესაბამისი ენერგია, мотиваცია, შესაძლებლობები, ყველაფერი მაქვს მოკლედ, რომ გადავდგა ნაბიჯები, თქვენი მეორე მხარე უცებ გაძლევდათ
რაღაც გარკვეული ტიპის შიშების ენერგეტიკას, რომ არა იცი რა იქნებ დრო არ არის, იქნებ მზად არ ხარ, იქნებ ეს კიდე დამატებით ან ისწავლო, ან გააკეთო, ან გამოერკვიო და აი ამ ორჭოფობის ენერგიაში იყავით. ეხლა აი ამ კვირაში უკვე ხო აი რაღაცას ებღაუჭებოდით თქვენ წინა პერიოდში, ჩემო მსმენელებო, მაგრამ აი ამ კვირაში კი ბატონო, აი ესი, აი ხმლების მეფე ამოვიდა და ცხრიანების პენტაკლები, აი დააკვირდით. აქ არის ამხელა ვეფხვი და აი აქ კიდევ არის ესეთი არაჩვეულებრივი არწივი, რომელიც ასევე იყურება შორს. და არწივის ბუნება როგორია, ხო? აი დააფრინავს ესე ცაში, კრავს კამარას და ციდან აკვირდება სწორედ აი მსხვერპლს. მოდი ესე დავარქვათ. ნუ მსხვერპლი აქ ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც წეღან გიხსენეთ, იყოს ის მომენტი, რომ თქვენ უკვე გრძელვადიან მიზნებზე აკეთებთ მეტ აქცენტს და გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებით ფარგლავთ და ხაზავთ თქვენს პერიმეტრს. როგორ უნდა მიხვიდეთ იქამდე, როგორ უნდა დაფუძნდეთ და როგორ უნდა მიიღოთ ის, რაც გინდათ რომ მიიღოთ და რაც ჩაფიქრებული გაქვთ. არაჩვეულებრივი ტენდენციაა ყველგან, ანუ ყველა ჩემი მსმენელისთვის აი ამ მომდევნო კვირაში. ეხლა ვნახოთ როგორი გამოვლენა ექნება ამ ყველაფერს თქვენს პირად ურთიერთობებში. ნახოთ აბა რა ხდება პირად ურთიერთობებში მომდევნო კვირას. როგორი იქნება ეს როგორ გვიშლის ხელს. ნახოთ რა ხდება პირად ურთიერთობებში. თასების ტუზი მეორჯერ მოვიდა. ტუზის ენერგია, არკანი კოშკი, ოთხიანების კვერთხები. ჩემო ძვირფასებო, მე გითხარით, რომ რაღაცას ებღაუჭებოდით, ანუ აი თითქოს რაღაც რო იცი, რომ ის რაღაცა დასრულდა, იმე წეღან ზოგად ტენდენციას რო გიხსნიდით, იქ გითხარით, რომ ებღაუჭებოდით რაღაცას თქო და ამავე დროს გაცნობიერებული გაქვს გონებით თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი ნუ დასრულდა, ახალი ეტაპია საჭირო ყველაფერი, მაგრამ ვერ ბედავთ. და აი აქ დააკვირდით თასების ეს შეიძლება ეხებოდეს ხშირ შემთხვევაში ან ოჯახს. უფრო მეტად ოჯახს. შეიძლება ზოგისთვის რატომღაც მიჩნეული გქონდათ, რომ ოჯახი იყო თქვენი დამაბრკოლებელი გარემოება რაღაცა გრანდიოზული და გლობალური მიზნებისკენ სulis ნაწილში, ხო? სრულიად დასაშვებია, რომ ეს იყოს თქვენთვის ის მიჯაჭვულობა, რისგანაც ამ კვირაში აუცილებლად გათავისუფლდებით და დაიწყებთ თქვენ მიერ დადებული თუ სხვის მიერ დადებული ბორკილების მსხრევას საკუთარ მაჯებზე და ფეხებზე. აი აქ კოშკის ენერგია მიგვანიშნებს ზუსტად იმ არასაჭირო და მობეზრებული საკითხების ნგრევაზე, ან სიტუაციების ნგრევაზე, რომელიც უკვე მოდი ცოტა უხეშად ვიტყვით, აი ყელში გაქვთ მართლა ამოსული, მაგრამ ანგარიშს უწევდით ვიღაცებს, რაღაცებს, გარემოებებს და ასე შემდეგ და ეხლა უკვე დრო არის რომ ანგარიში გაუწიოთ არა ვინმეს, არამედ საკუთარ თავს. კი ბატონო, აქ მოდის არკანი შეყვარებულების არკანი, არკანის სიკვდილი. კი, პირად ურთიერთობებში ძალიან დიდი გრანდიოზული გადატრიალებები გელოდებათ. ყოველ შემთხვევაში თქვენ ზუსტად გეცოდინებათ და ზუსტად გააცნობიერებთ ამ ისევ მოვიდა ორიანის თასები. მომდევნო კვირაში რომ ის არ არის ეს ყველაფერი, რაც მე მინდოდა და შესაძლოა ზოგმა თქვენგანმა დაიწყოს და გადაწყვიტოს პარტნიორთან ერთგვარი მოლაპარაკების წარმოება. აი პარტნიორული ურთიერთობა, ანუ ეს თუნდაც თანაცხოვრება, თუნდაც ოჯახური ურთიერთობა, ხო? თუნდაც მეგობრობა ავიღოთ, არა აქ ამას მნიშვნელობა, ორი ადამიანის ერთობა, მოდი ესე გავავრცოთ და განვაზოგადოთ, ყოველთვის ნიშნავს გარკვეული ტიპის კომპრომისს. მაგრამ ეს კომპრომისი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს საკუთარი მეს გაუფასურების ხარჯზე. აი ეს კვირა ზუსტად პირად ურთიერთობებში იქნება აი ამ ტენდენციების გამოვლინების საფუძველი, მოდი ასე ვთქვათ. შეიძლება მოხდეს რაღაცა ისეთი გარემოება, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა, მეგობარმა, ნუ აქ ამ შემთხვევაში ვიხილავთ პირად ურთიერთობებს, ხო, ან ოჯახის წევრმა რაღაცა ან ისე არ გააკეთოს, ან რაღაცნაირად მოკლედ მოგიწიოთ და მოგინდეთ იმის თქმა, რომ იცი რა, აი აქ გადის ჩემი ზღვარი. ეს არის
ჩემი პირადი სივრცე და ხშირად ეშლებათ ხოლმე მათ შორის ჩემს მსმენელებსაც, ჩემს კლიენტებსაც, რომლებიც მოდიან პირად გაშლებზე, ხო, ხშირად ეშლებათ, რომ ერევათ სიყვარული საკუთარი თავის გაუფასურებაში. არამც საკუთარი თავის გაუფასურება სიყვარულს არ ნიშნავს. არც ერთ შემთხვევაში. აი აქ თასების ტუზი ამ კონტექსტში ხარ მე რასაც უყურებ, არის რა ენერგია. ნახეთ, აივსო ყველაფერი ამომივიდა ყელში. ანუ ყელში ამოსული ნებისმიერი მოვლენა, რაც არ უნდა ესე საზოგადოდ მიიჩნეოდეს, რომ სიამოვნოა, ბოლოს მაინც მომაბეზრებელი, დამთრგუნველი და გამაღიზიანებელია. ამიტომ მე გირჩევდით ჩემო ძვირფასებო, რომ მომდევნო კვირაში ერთგვარად, ჯერ რა თქმა უნდა შემოფარგლოთ საკუთარ თავში, რა არის თქვენთვის მისაღები და რა არ არის მისაღები, ან ნაკლებად მისაღებია, ხო? ეს საკითხები გამომიჯნოთ და აუცილებლად ეცადოთ გამონახოთ საერთო ენა თქვენს პარტნიორთან ამ ყველაფერზე სასაუბროთ, რომ აუხსნათ თქვენ რა გჭირდებათ თქვენი პირადი ბედნიერებისთვის და რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის პარტნიორული ურთიერთობებიდან. აი ამ ყველაფერს რომ დააბალანსებთ, არაჩვეულებრივი კვირა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის მანძილზე, ერთი კვირის პერიოდში. ეხლა ვნახოთ ფინანსებთან დაკავშირებით, როგორი სიტუაცია გვექნება. ფინანსებთან რა იქნება აქტუალური საკითხები. მოკლედ, რაც ვნახეთ კვირის ტენდენციაც და პირადი ურთიერთობებიც ძალიან ტრანსფორმაციული და დადებითად ტრანსფორმაციული ენერგიებია, როდესაც თქვენ უკვე იწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას, საკუთარი პიროვნების მიღებას ისეთად, როგორიც არის და ამ ყველაფრიდან მათ შორის სწავლობთ, როგორ იყოთ კმაყოფილი. საკუთარი თავით, პირველ რიგში, საკუთარი გადადგმული ნაბიჯებით, უბრალოდ აი გირჩევდით, რომ იქნებით აგრესორები, იქნებით, ანუ რაც თქვენ არ მოგწონთ დაუშვათ იგივე თუნდაც სხვა ადამიანები თქვენ სივრცეში დაუკითხავად იჭრებიან, ხო? თქვენც შეიჭრებით სხვების სივრცეში დაუკითხავად. რაც თქვენ არ მოგწონთ, სხვებს გაუკეთებთ იმას. ეხლა ვნახოთ ფინანსებზე, როგორი ტენდენცია გვექნება. არკანი ცხრიანების თასები, ორიანი ხმლები, ხმლების მეფე. ხმლების ტუზი. კი ბატონო, ჩამოკიდებული კაცი. რვიანი ხმლები, სამიანი ხმლები, თასების პაჟი და არკანი განდეგილი. აი ფინანსებთან დაკავშირებით და აი ხუთიანი კვერთხები წეგან რაც იყო. ნახეთ აი აქ როგორი შიშები არის ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს მოვიდა აქ ენერგიაში ხმლების ტუზი და ხმლების მეფე, რაც წეგანაც მოვიდა კვირის ზოგად ენერგიებს რო გირჩევდით მე თქვენ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შიშები, ეს დამაბრკოლებელი, დამთრგუნველი და ზოგ შემთხვევაში სხვათა შორის მე ვიტყოდი თქვენ მიერ გამოგონილი, არა რეალური, არამედ თქვენ მიერ გამოგონილი დაბრკოლებები არ გაძლევთ და არ გაძლევდათ შესაძლებლობას, რომ გემოქმედათ. და თითქოს სულ მუდმივად ირჩევდით ისევ საკუთარ თავში ჩაკეტვას, ისევ რაღაცა გარიყულ პოზიციაში ყოფნას, მაგრამ აი ეს კვირა აი ორჯერ განმეორდა ჩემო ძვირფასებო ხმლების ტუზი და ერთხელ პირად ურთიერთობებში მოვიდა თასების ტუზი. ანუ ეს არის შეცვლის ენერგია. აი ამ კვირაში თქვენ იგრძნობთ ძალას საკუთარ თავში, რომ მე მაქვს უნარი შევცვალო ჩემი ცხოვრება. მე მაქვს უნარი ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მე მაქვს უნარი ვმართო ჩემი პირადი ფინანსები იქნება ეს, ურთიერთობები იქნება, თუ ზოგადად დანიშნულება თქვენი ამ დედამიწაზე მოსვლის, ხო, თქვენი სულის აქ მოვლინების დედამიწაზე, ხო, თქვენ იგრძნობთ ამ ყველაფერს, რომ თქვენს ხელშია ყველაფერი და თქვენ გაქვთ შემოქმედის ძალა, შემოქმედის იმ გადმოსახედიდან, რომ თქვენ ქმნით თქვენს მომავალს. თუ თქვენ
იქნებით მაგალითად ისეთ სიტუაციაში, რომ არა მე მეშინია და მოდი ნაბიჯს არ გადავდგამ, ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენს ნაცვლად ამ ნაბიჯებს არ გადადგავს არავინ. მაგრამ თუ თქვენ გაბედავთ და იქნებით თავდაჯერებული, რომ და საკუთარ თავს მისცემთ პირობას, რომ იცი რა, აი მე არასოდეს არ გაგიცრუებ შენი იმედებს, ხო? ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივად გამოგივათ ყველა თქვენი ჩანაფიქრი. აი წარმოიდგინეთ თქვენი თავი ბავშვობაში, ჩემო ძვირფასებო, ეს ეხება ზოგადად კვირის ტენდენციასაც, ფინანსებსაც, პირად ურთიერთობებსაც. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ბავშვობაში და გაიაზრეთ მდგომარეობა, როდესაც რაღაცაზე გითხრეს უარი. და ეს როდესაც რაღაცაზე გითხრეს უარი, ხო, და ეს თუ მეორდებოდა ეს უარის თქმის პროცესი, მაგალითად გითხრეს სათამაშოზე უარი, ან რაღაცის შეძენაზე უარი მშობლებმა, ხო? და ობიექტურად შეიძლება თქვენს მშობლებს იმ მომენტში საერთოდ არ გააჩნდათ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა, რომ ეს თქვენი სურვილი დაეკმაყოფილებინათ. და ეს აქტი, უარის თქმის აქტი, თუ მეორდებოდა ხშირად, თქვენმა ქვეცნობიერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ზრდასრულ ასაკშიც არაუშავს გავალ რაღაცის გარეშე. აი მაგალითად მომინდა სადღაც გასეირნება, ხო? მაგრამ ტვინი ჩამთო იწეღა რომ გიხსნით, ზუსტად იგივე პროცესი გიგრძელებთ, უბრალოდ ახლა მაგალითს გიყვებით. თქვენ აი მომინდა გასეირნება მარტო, მაგალითად არ ჩვეულებრივი ამინდი ახლა გარეთ და მინდა რომ გავიდე და გავისეირნო და უცებ ჩამერთო ახლა რომ იცი რა, აი სახლი გვაქვს დასალაგებელი, საჭმელი გასაკეთებელი, მაგრამ მე ბავშვების სკოლიდან მოსაყვანი მყავს, მე რაღაცა, მე სამსახურიდან დამირეკავენ, მე იმას უნდა გავცე პასუხი, მე მამა უნდა მოვიკითხო, მე დედა უნდა მოვიკითხო. აი ეს პრიორიტეტები, აი ეს ქაოსი და არაუშავს, აღარ მინდა სეირნობა, იმიტომ რომ ახლა იმდენი შესასრულებელი დავალება ჩამოუწერე საკუთარ თავს, რომ რა დროს სეირნობის დროა, დაჯექი სახლში გააკეთე საქმე პირდაპირ, ხო? აქედან გამომდინარე თქვენმა ფსიქოლოგიურმა შინაგანმა მემ, ანუ ქვეცნობიერმა, ესე დაგაპროგრამათ, რომ არაუშავს მე გავუძლებ, არაუშავს მე იოლას გავალ, არაუშავს, არამედ უშავს. მე ვამბობ ამას ყველაფერს იმის გამო, რომ არ გახდეთ აგრესორები, როგორც წეგან გითხარით, ხო? არ გახდეთ აგრესორები, არ დაარღვიოთ სხვისი საზღვრები, მაგრამ არამც არ მიცეთ ასევე სხვებს უფლება, რომ დაგირღვიოთ საზღვრები. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, თქვენ ახლა ბავშვი აღარ ხართ, თქვენ ხართ ზრდასრული ადამიანები და ზრდასრული ადამიანები პასუხს აგებენ საკუთარ თავზე, საკუთარ შინაგან ბავშვზე და თქვენ ეხლა შეგიძლიათ უბრალოდ ადგეთ და ის ბავშვობაში დაუკმაყოფილებელი სურვილები იქნება ეს თუ რაღაცეები, რის გამოც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არაუშავს მე ზრდასრულ პოზიციაში ძიოლას გავალ, ოღონდ სხვა იყოს კარგად, შეცვალოთ ეს მსოფლმხედველობა, ეს რეალობა და გახდეთ თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი. ეხლა ვნახოთ რა ეხება რჩევის სახით მომდევნო კვირას. როგორ გვექნება, აი ისევ მოვიდა ორიანი პენტაკლები, 10-იანი კვერთხები და 4-იანი, კი ბატონო, აი 4-იანი თასები. აი ეს არკანი ნახეთ, აი დააკვირდით 2-იანი თასები, 4-იანი თასები, ხო 4-იანი თასები და 10-იანი კვერთხები. დააკვირდით კარიბჭე ღია თქვენს ირგვლივ, თქვენს წინ, უბრალოდ და თქვენ ამ კარიბჭეში შეხვალთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. აი როგორც ეს ადამიანი ახლა ზის და ცხოვრების ხალისი აქვს დაკარგული ფაქტიურად, აი რაღაცა კმაყოფილი კი არის, დაუშვათ საჭმელი ჭამა, მაგრამ საჭმლის ჭამა ბედნიერების მომტანი მისთვის არ არის, ხო? მაგას რაღაცა სხვა უნდა, აშკარად ეტყობა ამ ადამიანს, რომ არის მოწყენილი. თქვენს შემთხვევაში აი ეს მოწყენილობა დაანგრიეთ, დაიწყეთ ახალი, თუნდაც სრულიად მიგაჩნდეთ, რომ უმნიშვნელო და პატარა ბავშვური კმაყოფილებებით, მაგრამ აუცილებლად დაიწყეთ თქვენი სულისთვის საჭირო პატარ-პატარა ქმედებებით. აი, აქ ადამიანი 10-იანი კვერთხები იღებს პასუხისმგებელი კი ეს ახლა ეს არკანი სულ სხვა ემოციას ატარებს იმ თვალსაზრისით, რომ მამაკაცი ოჯახს ტოვებს და სხვაგან მიდის. ნუ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ესეც იყოს, მამაკაცი იქნება თუ ქალი იქნება, რომ გადაწყვიტოთ, იმიტომ რომ აქ არის რომ რაღაც ესეთი ტენდენციებიც არის პირად ურთიერთობაში, რომ ამომივიდა, всё, დავასრულე და უნდა გავიდე. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყოს გათავისუფლების აქტი, ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ მნიშვნელოვნად ოჯახიდან, მაგრამ ზოგადად ამას თუ გავავრცელოთ
დავაცობთ, ეს შეიძლება იყოს რჩევის სახით საკუთარი მეს პატივისცემა და საკუთარი საზღვრების პატივისცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებათ მისი თუნდაც, რა ვიცი, აი, ცოლს სჭირდება, ქმარს სჭირდება ვიღაცას, ხო? მისი იქ ყოფნა, შვილებს სჭირდება, რა ვიცი, იგივე თანამშრომლებს შეიძლება სჭირდებოდეთ, უფროს სჭირდებოდეს, ვიღაცა დასასვენებლად მიდის, შეიძლება თქვენ გთხოვოთ, რომ იცი რა, მოდი ეს ჩემი საქმეც შეითავსე და მე წავალ დავისვენებ და თქვენ არა უშავს, ხო, ის წავიდეს დაისვენოს, მე ხა რამე შრომა მაქვს, მაინც 9-დან 6-მდე სამსახურში ვზივარ და ჩემს საქმეს გავაკეთებ თუ ჩემს საქმესთან ერთად კიდე სხვისასაც დავიმატებ, პრობლემა არ არის, არ მოვკვდებით, ნამდვილად არ მოვკვდებით, მაგრამ თქვენი ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებთ. აი ეს მინდა, რომ გაიაზროთ, გაითავისოთ და საკუთარ ცხოვრებაზე აიღოთ პასუხისმგებლობა, რასაც მომდევნო კვირაში გირჩევთ კიდევ სამყარო. კიდე ერთი არკანი მინდა ამოვიღოთ თქვენთვის, ზოგადი რჩევის სახით ამ კვირაში და მე რა თქმა უნდა დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. ნახოთ აბა, ხუთიანი თასები. აი, ცეცხლი გაქვთ შენქებული და ვერ მოქმედებთ, იმოქმედეთ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც დროა აქტიური მოქმედების, აქტიური მუშაობის, კი ბატონო, და აი აქაც დასტის ბოლოს მოვიდა არკანი კოშკი. კი ბატონო, აქტიურობის დროა, ჩემო ძვირფასებო, მე გისურვებთ საკუთარ თავში ყველას გამოგეძებნოთ საკმარისი ძალა, საკმარისი რესურსი, საკმარისი იმედი და რწმენა საკუთარი მესი, რომ მე ეს გამომივა და დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად გამოგივათ. გისურვებთ ყველაფერ კარგს, გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ ბედნიერებას და საკუთარი თავით კმაყოფილებას. არა ეგოისტურად, არამედ სრულად ობიექტურ კმაყოფილებას იმით, რომ აი მე ეს მინდოდა, მე ეს ამისთვის ვიშრომე და მე ეს მივიღე. დროებით, ჩემო ძვირფასებო, მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად, მადლობა, რომ ხართ ჩემი ერთგულები და შევხვდებით უახლოეს მომავალში.